ის მონსტრი მუსიკოსია. ასე აფასებს ალექს ჰანს მარკუს მილერი. სწორედ მასთან ერთად ჩამოვიდა პირველად საქართველოში საქსაფონისტი 2008 წლის Black Sea Jazz ფესტივალზე. მას მერე შემსრულებელი მესამედ გსტუმრობს. მიზეზი მისი და დინი ვირსალაძის ერთობლივი პროექტია, რომელიც მაილს დეივისს ეძღვნება. თვითონ ალექსმა გამოთქვა სურვილი თბილისში ჩამოსვლის და დაკვრის თან რახან ჩამოვა ბარემ დაუკრავ კიდევაც მე ამჯეროდა რომ შედგება იმიტომ რომ ბევრი რაღაცა ყოფილა ისეთი პროექტი ძალიან საინტერესო მუსიკოსებთან მე პირადად მქონდა შემოთავაზება და ბოლო მომენტში ჩაშლიდა ძალიან გრანდიოზული ესეთი კარგი საინტერესო პროექტი 24 წლის საქსაფონისტის შესახებ საინტერესო ინფორმაციაც გავიგეთ. ის თურმე ნიუ-იორკში ქართულ ეკლესიაში მართლმადიდებლური წესითაა მონათლული, ხოლო ნათლია ქართველი მხატვარი ნატა ფირცხალავა. მაგთი კლუბში პრესკონფერენციაზე ხუმრობით ისიც გადაწყდა, რომ ალექს ქართველი ცოლი უნდა მოვუძებნოთ. ცოლზე არა, მაგრამ მუსიკაზე შემსრულებელი საკმაოდ გულახდილად და გახსნილად გვესაუბრა. თავიდან მე და დინი ერთმანეთს MySpace-ის მეშვეობით დაუკავშირდით. დინიმ ჯაზ ფესტივალზე ვნახა და მაშინ მოვეწონე. მომწონს მისი მუსიკა. კარგი მუსიკა საერთოდ სამნაირია. პირველი რომელიც აგაცეკვებს, მეორე რომელიც აგიყოლიებს და მესამე რომელიც შიგნიდან, გულიდან აგიყოლიებს. კარგი მუსიკოსი სამივეს ახერხებს. დინი ვირსალაძის და ალექს ჰანის ერთობლივი პროექტი ორი ნაწილისგან შედგება. პირველი დინი ვირსალაძის კომპოზიციები, მეორე კი იმპროვიზაციები მაილს დეივისის თემაზეა. სხვათა შორის პრესკონფერენციაზე ისიც ახსენეს, შეიძლება მოულოდნელად კონცერტზე მარკუს მილერის გამოგვეცხადოსო, თუმცა ეს ზუსტად არავინ იცის. 15 ოქტომბერს საღამოზე მონაწილეობას ქართველი მუსიკოსები მიიღებენ. ალექს ჰანი კი უკვე მესამედ დაამტკიცებს იმას, რომ ის მართლაც საკუთარი საქმის მონსტრია.